მშვიდობისა საქართველო დღეს 20 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლდიმერ ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. საუბრის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განხილვის დიდი ნაწილი დაეთმო პუტინთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს. მოგვიანებით საუბრის შინაარსის შესახებ ტრამპის დავალებით განცხადება მოამზადეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა. ტექსტი თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე გაახმოვანა. ირკვევა, რომ ზელენსკიმ ტრამპს დამატებით პატრიოტის კომპლექსების თხოვა, რასაც ტრამპი დათანხმდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ჯაველინის რაკეტებისათვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო და მისი ძალისხმევისათვის მშვიდობის მიმართულებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისათვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია. პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად გააცნო პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისას განხილული მთავარი საკითხები. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტატებს შორის საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები თავისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად პატრიოტის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგოობიექტებზე. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისათვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისათვის. ტრამპთან საუბრის შესახებ განმარტება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვიდეო მიმართვის დროს ვოლდიმერ ზელენსკი ადასტურებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა. მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და მათზე შეთანხმების მიხედვით თავდასხმა არ უნდა მოხდეს. პარალელურად სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ კიევმა და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ჩვენ გვაქვს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. ამ შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, შეერთებულ შტატებს საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არსებითად იქნება დამოკიდებული Deep State-ის დამარცხებაზეც. ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო, არის სუპერსახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და რა თქმა უნდა ამის ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ. ჩვენც გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც რა თქმა უნდა მკაფიოდ გავაცნობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე რაც გამოვიარეთ ჩვენ გასული 3 წლის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, როგორ გვემტერებოდა ჩვენ კონკრეტული ადმინისტრაცია. ისინი მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით სამწუხაროდ, მაგრამ იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით რეალურად ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ფონზე რა თქმა უნდა ჩვენს გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, მისი ადმინისტრაციის მიმართ. ბევრი ნიუანსია რა თქმა უნდა რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ თავარი არის, რომ არსებითად შევთანხმდეთ ჩვენ ორხრივ სურვილს. ეს თუ იქნება ორხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ასე ვთქვათ, ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული დამოკიდებულება, რაც ხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება. ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ Deep State ჯერ კიდევ არის ადგილზე.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამერიკაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზეც და განაცხადა, რომ ის შერჩეულია. კობახიძის განმარტებით კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. Შემიძლია გითხრათ, რომ ყავს შერჩეული და უფრო მეტიც ან პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალემევა ბოლომდე, რა თქმა უნდა, აქაც საჯაროდ ამ ინფორმაციას გაუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც ჩვენ მივიღებთ, ასე ვთქვათ, შემდგომ ნაბიჯებს ამ პროცედურებში. მე გითხრათ, აი საჯარო კომუნიკაცია, ვთქვათ, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენ მზად ვართ დღეს ხვალვა ეს ეგვე ველოდებით ჩვენ ხვდებით ნაბიჯებს. რა მიზნის მიღწევას ცდილობს ნიკა გილაური ამერიკელი ლობისტების დახმარებით. ფარაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დისტანცირება ქართული პოლიტიკისგან არ შეესაბამება სიმართლეს და ის ლობისტური საქმიანობით ცდილობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია თითქოს გილაურმა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. ამერიკული კომპანია დაუჯერებელია ოპოზიციის ნაწილისთვის. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი ამერიკის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ფარას მიხედვით, ნიკა გილაურის კომპანია რეფორმატიქსი ლობისტური საქმიანობისთვის ამერიკულ კომპანია კონტინენტალ სტრატეჯის სამართლებრივი, პოლიტიკური და კომუნიკაციის სტრატეგიებზე რჩევებისა და კონსულტაციებისთვის ნახევარწელიწადში $600,000 უხდის. გილაურის ახსნა იმის თაობაზე, რომ ეს იმის ამკეთება, რომ ინვესტიციური კლიმატი გამოიჯობესდეს საქართველოში, უბრალოდ ვინაც სასაცილოდ გამოიყურება, რომ ცხადია, რომ მე ვერ დავიჭირებ ამას. ხოლო რადგან მე ამის ამჯერა შეიძლება ვიფიქრო, რა შეიძლება იყოს და მე მგონი აქ ყველაფერი შეიძლება იყოს დაწყებული ჩვეულებრივი პოლიტიკური ლობიზმით, რაღაც ალკოჰოლი პარტიის სასარგებლოდ მაგალითად, ქვეყანაში პოლიტიკური ლობიზმი არის აკრძალული. ამით ფარა ეხება პოლიტიკურ ლობიზმს. Ato შეუძლებელი რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობდეს კანონი ფარასნაირი შინაარსობრივად, სანამ პოლიტიკური ლობიზმი არ იქნება ლეგალური. ნებისმიერი განცხადება, რომლითაც ის ცდილობს თითქოს და შექმნას ილუზია იმისა, რომ ემიჯნება და არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კონკრეტული ფაქტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს შესაბამისი გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, კლავად შეეცდებიან სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების დახმარებით მოახდინონ ქვეყნის შიდა საქმეებში ნეგატიური ჩარევა და ამ ფორმითაც შეეცადონ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე იყო საუბარი ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში. როგორც ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ განმარტა, მისთვის გახარიასთან რაიმე ტიპის ერთობა ყველაზე დიდი წითელი ხაზი იყო. ასევე წითლიძემ აღნიშნა ისიც, რომ არც გიორგი გახარიასა და არც სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი არ გაუკეთებია. ოპოზიციაში მდინარე პროცესებს პირველობისთვის ბრძოლას უწოდებს მმართველი გუნდი. ჩემთვის იყო ყველაზე დიდი წითელი ხაზი საერთოდ გახარიასთან რამე ტიპის ერთობა შეიძლებოდა მქონოდა. პარლამენტი არ ლეგიტიმურია და პარლამენტში რა უნდა? არ არის ის პარლამენტი. არა, რა არ განცხადება დაწერილი არ აქვს, სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. სალომე ზურაბიშვილმა ის ვერ მოაგვარა, რომ თავისთან შეხვედრაზე სხვა პარტიის თავმჯდომარეები როზიან, გიორგი გახარია როდის გინახავთ. ყოველთვის მისი წარმომადგენელი ზუსტად ხო და რატო რა ფორმა რა მიდგომა ერთს უკეთებია ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი. ანი 9 წლის განმავლობაში მიშაზე მეტი რომელს უკეთებია გინდა სალომე ზურაბიშვილს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. გინდა გიორგი გახარიას პრემიერი რო იყო. და ოპოზიციაში რო არიან მაშინაც, აი რომელს უფრო მეტი უბრძოლია ნაციონალურ მოძრაობაზე. შიდა კონკურენცია არსად არ ხდება. ანუ შიდა ბრძოლა პირველობისათვის აი ამ ასე ვთქვათ ამ მაგიდის ირგვლივ შორის არ ხდება. ეხლა ნაციონალური მოძრაობა და ეს არის მე დარწმუნებული ვარ სააკაშვილის მიერ წამოსული მესიჯი, რომ მას გარეთ გამოსვლის რო იტყვიან პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე რატო გადააბაროს ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ხმები და თავისი ამორჩეველი სალომე ზურაბიშვილს. გენერალური ბრძოლა ხედავენ რომ წაგებულია. ან ოპოზიციურ ველზე პირველობისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა. სპორტ დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბრეთის მეურნეობაში 2 სართულიანი კომპლექსი შენდება, სადაც განთავსებული იქნება როგორც საჭიდაო და სატრენაჟერო დარბაზები, გასახდელები, საშხაპები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო და სამუშაო ოთახები. სტადიონის მოწყობის სამუშაოებია ქარელშიც, უკვე დასრულებულია სტადიონის შემოღობისა და შეღების პროცესი, მოწყობილია ტრიბუნებიც.
საშეჯიბრო კომპლექსი იქნება, გვაძლევს ტერიტორია მაგის საშუალებაში დაფართი, ასევე იქნება სატრენაჟერო დარბაზი, იქნება კრივის დარბაზი, ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება უმასპინძლოთ შეკრებებს და შეჯიბრებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამ კომპლექსისა, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ცენტრში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა. ამ ეტაპზე დასრულებულია მონოლითის სამუშაოები სრულიად, ახლა მიმდინარეობს ლესვითიდან ბლოკისყობის სამუშაოები, რომელიც უკვე დასვენით ფაზაშია. ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს მოცემული გადახურვის სამუშაოები, წამწეები, ფერმებით. მიმდინარეობს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სახურავზე, რომელიც მოცემულ თვეში დასრულდება. როგორ უნდა იყოს ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საინფორმაციო სესიები ტარდება მოზარდებისთვის. თბილსარვის ჯგუფის ორგანიზებით ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები ეწყობა დედაქალაქის 25 საჯარო სკოლაში. ინიციატივის მიზანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. თბილსარვის ჯგუფის ორგანიზებით თბილისის მასშტაბით 25 საჯარო სკოლაში 750 ბავშვს ვესაუბრებით იმისთვის, რომ გავაცნოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, მისი გადამუშავება, მეორადი ენერგიის მიღება და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ქალაქი უფრო სუფთა და მოწესრიგებული. იმიტომ რომ მარტო თბილსარვის ჯგუფის ძალებით შეუძლებელია ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, თუ მოსახლეობა არ აქვს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ, რა ტიპის ნარჩენი სად უნდა გათავსდეს, რა უნდა იყოს მისი დამუშავების წესი. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენ ვებგვერდზე rustavy2.gi შეგიძლიათ.